მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ტელეკომპანია ქართული იწყებს საოცრად საინტერესო პროექტს. გადაცემათა ახალ ციკლს სახელწოდებით მაჰა, რომელიც ქართულად სიტყვასიტყვით ასე იშიფრება: გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი. Hey everyone, I'm here today to tell you how we can make America healthy again. And the first thing you need to do is get one of these hats, and we need everybody walking around and wearing it everywhere they go. But that's not going to be nearly enough. That's why I'm partnering with President Donald Trump to transform our nation's food, fitness, air, water, soil, and medicine. Our big priority will be to clean up the public health agencies like CDC, NIH, FDA, and the U.S. Department of Agriculture. Those agencies have become sock puppets for the industries that they're supposed to regulate. President Trump and I are going to replace the corrupt industry-captured officials with honest public servants. We're going to steer resources to meet our nation's biggest health challenge, chronic disease. We're going to identify its root cause, and we're going to eliminate those exposures. We're going to get toxic additives and pesticide residues out of our food. We're going to support the tens of millions of Americans who choose alternative and complementary medicine. We're going to become, once again, the healthiest nation on earth. That's what we mean by MAHA, Make America Healthy Again. If you want to support this vision, you can buy MAHA merch or donate to our website at mahanow.org. Make America healthy again. ეს პროექტი ცოტა ხნის წინ მომაწოდა ერთმა ძალზედ საინტერესო პიროვნებამ, ბრწყინვალე მეცნიერმა, რომელიც დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია და მას სულ მალე წარმოგიდგენთ, ოღონდ მე მინდა მანამდე კურსში შეგიყვანოთ თუ რას ემსახურება ეს გადაცემა. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 47-მე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აირჩიეს. ახალმა პრეზიდენტმა თავისთავად ცხადია, შემოიკრიბა თავისი გუნდი. მოიწვია კომპეტენტური, ავტორიტეტული პირები, რომელთა შორის გახლავთ რობერტ კენედი უმცროსი, რომელსაც ანდო ტრამპმა ჯანმრთელობის სისტემა. სწორედ სლოგანი გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი, ანუ მაჰა, ამ სლოგანის დედააზრს სრულიად ითავისებს და თანაზიარი ხდება ამ დედააზრის ტრამპიც. ეს ფიქრობ დიდი ბედნიერება. ახლა მე გამოვდივარ ჩემი მაყურებლის პოზიციიდან, რომელიც გვისმენს და ფიქრობს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა შუაშია აქ ქართველი მეცნიერები და ქართველი მეცნიერების მიღწევები. საქმე იმაშია, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რომელსაც მე და სტუმრები, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ამის შესახებ ძალიან ღრმად და ამომწურავად ისაუბრებენ, მაგრამ მე მინდა ახლა წაგიკითხოთ ტრამპის სიტყვები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მან პოსტად გამოაქვეყნა და ამით თქვენ ღრმად დარწმუნდებით, რომ ტრამპი და რობერტ კენედი უმცროსი ამ მიმართულებით აბსოლუტურად თანაზიარნი არიან. თითოეული ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის. სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო ითამაშებს უდიდეს როლს იმაში, რომ ყოველი ადამიანი იქნება დაცული მავნე ქიმიკატების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისაგან, რომლებმაც გამოიწვიეს სრული კრიზისი ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში. რობერტ კენედი დაუბრუნებს ამ სააგენტოებს ოქროს სტანდარტს სამეცნიერო კვლევის, ტრადიციებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქვეყანაში ქრონიკული დაავადებები, ეპიდემიები და ამერიკა
კვლავ გახდეს დიადი, ძლიერი და ჯანმრთელი სახელმწიფო. ჩემო ძვირფასებო, ალბათ თქვენ ძალიან კარგად მოისმინეთ ახლა ტრამპის ეს სიტყვები და ამით ყველაფერი ნათელია თუ რას ემსახურება მისი მოსვლა ამ სახელმწიფოს სათავეში და ჩვენ ამით ვართ ძალიან ბედნიერები. სიმართლე გითხრათ, მე როდესაც გავეცანი ამ პროექტს, ნათლად დავინახე, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რეალური გზა ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. უფრო მეტსაც გეტყვით, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ჩვენი გადაცემის ფინალში თქვენ ალბათ ჩემს აზრზე იქნებით, რომ ეს პროექტი არის კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მე ახლა არ მინდა ძალიან სიტყვა გამიგრძელდეს და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ძვირფასი სტუმრები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ჯალიაშვილი, ჩემი უაღრესად საპატივცემულო სტუმარი და მრავალი ინოვაციის ავტორი, ინოვატორი ბატონი გიორგი წივწივაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ უპირველეს ყოვლისა აქ მობრძანებისათვის და კიდევ იმისთვის, ბატონო თენგიზ, რომ თქვენ აი საქართველოში არსებული უამრავი ესეთი სპექტრისა, სატელევიზიო სპექტრისა ჩვენი ტელევიზია გამოარჩიეთ და ქართულ ტელევიზიაში გადაწყვიტეთ პირველად აი ამ საოცარი პროექტის განთავსება. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. აი ახლა კი მინდა იმ კითხვას გავცე, პასუხი რაც თავადვე დავსვი მაყურებლის პოზიციიდან ბატონო თენგიზ. მაჰა და საქართველო, ქართველი მეცნიერები და რა ჩართულობა აქ ამ პროექტში თქვენი და მოდით ამომწურავოთ ვისაუბროთ ახლა ამ პროექტზე, ამ მეტად ჰუმანურ და კეთილშობილურ პროექტზე. მადლობას მოგაცემთ, დოქტორ მანა. პირველ ყოვლისა მივესალმები მეც ამერიკის ახალი სამთავრობო გუნდის წევრებს და ბატონ რობერტს უსურვებ გახადოს ამერიკა ისევ ჯანმრთელი, მაგრამ რომ გახადოს მან უნდა აუცილებლად გაითვალისწინოს, რომელიც აი ამ მოკლე ვიდეოში მან ეს არ თქვა, იმიტომ რომ როდესაც ამბობს, რომ პესტები, რომელიც ანგრევს არა მარტო გარემოს, არამედ ანგრევს ჩვენ მომავალს, ჯანმრთელობას და უამრავი ქრონიკული დაავადებები არის გამოწვეული სწორედ ამ უზარმაზარი კოლოსალური რაოდენობით პესტების მქრობისა. არ დავიღლები და ვიტყვი, უნდა შევაგნებინოთ ხალხს, რომ ეს პესტები იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, რომელსაც ფარმა ინდუსტრია ეხლა 77 სწორედ ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც არის ფარმა ინდუსტრიის გამხმოვანებელი, რაც მეტი ქრონიკული დაავადებები იქნება, მეტი წამლები გაიყიდება, ხო? მეტი მოგება ექნება. შესაბამისად ისმის საკითხი, რომ აკრძალოთ არ უნდა. ცუდად ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ესია, მაგრამ რა არის ალტერნატივა? თავარი და ძირითადი, რაც რობერტ კენედის გამორჩა აი ამ მოკლე მიმართვაში, მოწოდებაში, რა არის აი ეს ამისი ალტერნატივა. შესაბამისად, თუ ეს ალტერნატივა იქნება და სწორედ მე ვთხოვ ჩვენი მეცნიერთა კონგრესის გუნდის წევრს, ბატონ გიორგი წივწივაძეს, მადლობა მისი მოწვევისთვის, რომ ალტერნატივა წარმოგვიდგინოს თავისი დაპატენტებული აპარატურით. მეორე, თუ ბატონი გიორგი ჩაანაცვლებს აი ამ პესტებს, რომელიც ანგრევს ჩვენ ჯანმრთელობას, მაშინ გაგვეხსნება გზა მეორე დამანგრეველი ჩაქუჩის, რომელიც არის სინთეტიკური პიგმენტები. სინთეტიკური პიგმენტები ეს არის კოლოსალური რაოდენობით მოიხმარება და ბავშვებში სწორედ აუტიზმი და უამრავი ქრონიკული დაავადებები სწორედ სინთეტიკური პიგმენტებით არის. და თუ
ჩვენ ჩავანაცვლებთ პეისტების მაგივრად, ჩავანაცვლებთ და არ მივასხურებთ იმ პეისტებს და გვექნება აი ეს სუფთა ფოთლები, აი ამ ფოთლებში არის უამრავი ნატურალური პიგმენტები, რომლითაც ეს ჩანაცვლდება. შესაბამისად, იქნება მესამე ჩაქუჩიც. მესამე ჩაქუჩი არის სინთეტიკური სასუქები. სინთეტიკური სასუქები ეგრეთ წოდებული აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. აზოტი სინთეტიკურია და სწორედ აი ამ სამი ელემენტით საკვებად სასუქად გამოყენება ეს არის დამღუპელი რატომ? იმიტომ რომ ექიმი ბერგი ამბობს რომ 102 ვიტამინი და მიკროელემენტია საჭირო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად ის მიკროელემენტები რომელიც ამ ფოთოლშია აღარ გამოიყენება. და ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და ამაზე აგრონომი გია გახოგიძე ამაზე იტყვის, ამაზე ასევე იტყვის რომ როგორ გავზარდოთ ეს პიგმენტები აი ამ ფოთოლში, რა დანიშნულება ექნება, ამაზე ექიმი ეს ზურაბ ხუმსიაშვილი იტყვის და კიდევ უამრავი სხვა ჩვენი გუნდის ექიმ მეცნიერთა კონგრესის გუნდის წევრები ამას ყველაფერს დეტალურად განიხილავენ და ჩვენთვის დიდი პატივია რომ ამერიკის ახალ მთავრობას აი ეს სამი ჩაქუჩი მოვაშოროთ. თხოვთ ბატონო. ბატონო გიორგი, თქვენ სთავაზობთ საოცარ ალტერნატივას ამ მიმართულებით და გთხოვთ აბა. დიახ, თუ შეიძლება უნდა შესავალს გავუკეთებთ იმ გადადებას. ჩვენ გარდა იმისა, რომ შევქმნით ახალი პატენტით, ახალი აგრეთ წოდებული ინოვაციური ოზონის გენერატორი, რომელიც იგი მახასიათებლებით გამოირჩევა ტრადიციული გენერატორებისგან. ჩვენ დიდი ხანია აგრარული ქვეყანა ვართ. ამიტომ სოფლის მეურნეობა, კოოპერაციული კავშირები, პრობლემები ეს ისეთივე ჩვეულებრივი თემაა, მისცოდნა როგორც პოლიტიკა, მედიცინა. საქართველოს აგრარული ქვეყანაა, ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს და უეცრად აღმოჩნდა მე მოგცემთ 2023-24 წლის FAO-ს ამერიკული Food and Agriculture Agency მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის უახლეს მონაცემებს. საქმე იმაშია, რომ ინდუსტრიულმა გამოყენებამ პესტიციდების, ხამქიმიკატების იმაზე დიდი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელს ელოდებოდნენ. ეს გამოიხატა ეგრეთ წოდებულ ფარულ ხარჯებში, რაც გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობას, ექიმებთან სიარულს, გარემოზე ზემოქმედებას. თქვენთვის მოგეხსენებათ, რომ წყალი არის ყველა ხამქიმიკატის და პესტიციდის მიგრანტი. ანუ ერთ ადგილას მოხმარებული ხამქიმიკატი აუცილებლად ჩავა წვიმის თუ მიწისქვეშა გრუნტის წყლის მეშვეობით მდინარეში, მერე ზღვაში, პრაქტიკულად მსოფლიოს ოკეანეს ვაბინძურებთ. ამ დასკვნების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ხამქიმიკატების გამოყენებამ მსოფლიო მშპ-ს 10% ზარალი მოგწა. ეს არის 12 ტრილიონი დოლარის ოდენობის. ეს არის კოლოსალური ციფრები. სოფლის მეურნეობას ამ ვერაკ საქმეში დაახლოებით 1/13 წილი უკავია. მათ შორის 75% მცირე მეწარმეა და ეს ხამქიმიკატები კი ისინი უფრო ნატურალურ პროდუქტისთვის იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ ინდუსტრიულზე გადაყვანამ ძალიან ცუდი და დიდი ბიზგი მისცა. ანუ პრაქტიკულად სარგებლის მაგივრად მივიღეთ ძალიან დიდი ზიანი. ეს რაც შეეხება კოლოსალურ ციფრებს და შემდგომ ფიქრი რაზეა საჭირო, რომ სახელმწიფოები ძირითადად აპელირებენ, რომ ნახევარი მსოფლიო ვერ ღებულობს კვებით ღირებულებით სავსე საკვებს. 2 მილიარდი ადამიანი მუდმივ შიმშილში იმყოფება. ამიტომ აუცილებელია ვაწარმოოთ საკვების დიდი რაოდენობა. ჩვენ კი ვიძახით, რომ საკვების რაოდენობის და, რომელშიც არ არის შიგნით არც მიკროელემენტები, არც
ვიტამინები არც, არაფერი საკვები, ღირებულებით სასარგებლო, პირიქით უკუჩვენებას იწევს. ამიტომ ადამიანი უბრალოდ იკვებება, ვეღებულობს იმ საჭირო მინერალებს ორგანიზმისთვის, უჩნდება ქრონიკული დაავადებები და ეს შობს ამდენ პრობლემას. ამიტომ ამის ალტერნატივაზე ფიქრი იყო მუდმივად საფიქრელი, რომ როგორ მოვიქცეთ ისე, რომ სოფლის მეურნეობა დავიცვათ მავნებლებისგან, სხვადასხვა პარაზიტებისგან, დაავადებებისგან, რომელიც რიცხვი უსასრულოა ნიადაგიდან დაწყებული მცენარეთი დამთავრებული თვითონ პროდუქტით დამთავრებული სალმონელა, ეკოლი და ასე შემდეგ. ნიადაგში ბოტრიტისები, ნემატოდა და არის 1000 დასახელება. თან არის ისეთი მავნებლები, რომელსაც ქლორიც კი ვერ ერევა. ამიტომ არ არსებობდა მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების წვლილი, რომელსაც არ მიიღო მონაწილეობა ოზონის ტექნოლოგიებზე კვლევებში. ლაბორატორიებიდან დაწყებული დიდი კვლევითი ინსტიტუტები დამთავრებული იკვლევდნენ, რამდენად სარგებლიანია ოზონი ნებისმიერი მიმართულებით. წყლის გასუფთავება იქნება თუ ჰაერის გაბინძურებისგან გასუფთავება, თუ პროდუქტის შენახვა, თუ ინსტრუმენტების გარეცხვა, თუ სხვა დანიშნულებით, იმიტომ რომ ერთადერთი მიზეზი ოზონი არის ეკოლოგიური ალტერნატივა. ეს არის ყველაზე ძლიერი მჟანგველი, ყველაზე სწრაფი მჟანგველი და არტოვებს არანაირ მეორად პროდუქტს. ანუ აბსოლუტურად სუფთაა. კიდევ აქვს თავისი დამატებითი პლუსების და მინუსების, რომ მალე გადადის ჟანგბადში, მაგრამ აი ეს მომენტი და კიდევ ის მომენტი, რომ ოზონის ტექნოლოგიების გამოყენება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ხელი არ შეუწყო მას ინდუსტრიულ განვითარებას. ანუ ეს სპეციალურ ასე ვთქვათ, დაწესებულებებში ან დიდ კორპორაციებში ჩვენი ამოცანა იყო სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა და ესეც მოვიქეცით. ანუ ჩვენ შევქმნით ახალი სახის ოზონის გენერაციის წარმოება, უბრალოდ ოზონის წარმოების მოწყობილობა დავაპატენტეთ მაყურებლისთვის ორი სიტყვით ავხსნით, რომ ყველა არსებული ცნობილი მიმართულება, ეს იქნება ультраისფერი გამოსხივება, კორონალური განმუხტვა თუ დიელექტრული ბარიერის განმუხტვა, სამივე სისტემა არის მოწყობილი ერთ ამ გამოგონებაში. ძალიან ხარჯეფექტურია, მუშაობს ნაკლები ელექტროენერგიის მიწოდებაზე, შესაბამისად ენერგოეფექტურია. მინდა გითხრათ, რომ 4-ჯერ ენერგოეფექტურია. თვითღირებულება პირდაპირ გასაგებად რო ვთქვათ, 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა ტრადიციული მოწყობილობებისა, შესაბამისად მისი გასაყიდი კომერციული ფასი კონკურენტ უნარიანია და ასევე 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე არსებული ტექნოლოგიებისა. პრაქტიკულად ჩვენ შევქმნით დემოკრატიული ოზონის გენერაციის სისტემა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მისი მომხმარების სფერო არის უსაზღვროდ. თუ რამეს ეხება გასუფთავებას ან დეზინფექციას, ოზონი მაშინ მონაწილეობს. რო არ გადავიდეთ შეთქმულების თეორიებში და კლიმატის ცვლილებების, ასე ვთქვათ, ზიანზე, ჩვენ ძალიან მარტივად ვუდგებით საკითხს და ვიძახით, რომ რასაც ჩვენ თვითონ ვაბინძურებთ, იმის გასუფთავების ვალდებულება მაინც გაგვაჩნია. ანუ წყალში ჩაშვებული ნებისმიერი ჩვენი მოხმარებული გამოყენებული წყალი იქნება თუ სხვა მეორადი ნარჩენები, აუცილებლად მოითხოვს დეზინფექციას. ეს იგივეა, როგორც ხელპირს ვიბანთ ყოველდღე დილას და ვახშმის წინ. ეხლა რაც შეეხება მის გამოყენებას იმისთვის, რომ დავიცვათ კულტურები მამავნებელი შხამქიმიკატებისგან, პესტიციდებისგან განსაკუთრებით, რომელიც უკვე ნიადაგში იმდენია, რომ მისი მოცილება პრობლემად წარმოადგენს. გარდა ამისა, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, სად აკუმულირდება, სად მიაქვს გრუნტის ქვეშა წყალს. ამიტომ ამ გზით ჩვენ გცადეთ და ჩავატარეთ რამოდენიმე კვლევა, მათ შორის
რუსთაველის ფონდის დახმარებით ვენახებში ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ქართული ვინო. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ტექნოლოგია შეგვეტანა და მასიური ხასიათი მიეღო, ანუ გამხდარიყო გამოყენებადი. ამიტომ პატარა მცირე მიწარმე იქნება თუ საშუალო საქართველოში ისე რომ ვიცოდეთ მცირე და საშუალო მეწარმეები 90% წარმოადგენენ. ოზონის ტექნოლოგია დაინერგოს როგორც პესტიციდების ალტერნატივა, რომელიც მოგაცილებთ ყოველწლიურ მუდმივ ხარჯს, რომელიც მოგცემთ პროდუქტს, რომელიც როდესაც ექნება გაცილებით მაღალი ღირებულება კომერციული, რომელიც აგაცილებთ დაავადებების გავრცელებას და გაცილებით უფრო ჯანმრთელი გეყოლება ოჯახის წევრების სახში, რომლებიც ასევე სოფლის მეურნეობაში არის ცნობილი, რომ 30% დანაკარგია. ოზონის ტექნოლოგიის გამოყენებით ამ დანაკარგების შემცირება არის მისაღები დაწყებული შენახვიდან პროდუქტის მიღება. ამიტომ ეს ძალიან საკმაოდ დიდი შემოსავალია. ჩნდება ყოველთვის კითხვა და რაში შეიძლება კიდევ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია. ჩვენ მივიღეთ, რომ ოზონის გამოყენებით მიღებული სუფთა ფოთოლი წარმოადგენს ძალიან დიდ სიმდიდრეს, განცს, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ყველა მიცის, რომ სოფლის მეურნეობა არის საშუალო კლასისთვის, მაგრამ აუცილებელი დარგი ქვეყანას, რომელსაც არ აქვს თავისი კვებითი რესურსები და შევსებული ყოველთვის მოწყვლადია. ეგ საკითხი კიდევ რომ როგორ დავამბიროთ, აღმოჩნდა რომ ფოთოლს გაცილებით დიდი რესურსი გააჩნია. გარდა იმისა, რომ იგი მიკროელემენტებით სავსეა და ემსახურება ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოს ქსოვილის სრულყოფილ ასე ვთქვათ შევსებას ელემენტებით. ის წარმოადგენს პიგმენტების ნატურალური პიგმენტების წყაროს. ნატურალური პიგმენტები ეს არის ფლავინოიდები, კაროტინოიდები და ასე შემდეგ. მათი ფასი არის კოლოსალურად დიდი. უბრალოდ სუფთა პიგმენტის, ნატურალური პიგმენტის სხვა გზით მიღება წარმოუდგენელი, იქ სადაც იხმარება შხამი. ან თუნდაც საერთოდ ხელს თუ არ კიდევ დღეს კლიმატი ისეთ ცუდ მდგომარეობაშია და დედამიწა იმდენად დაბინძურებულია, რომ წვიმასაც კი მთლიან პროცესში მოაქეს ხამქიმიკატები და დამაბინძურებლების შეიძლება იყო ქლორი ან ქლორის გამხსნელები და 1000 რაღაცა რაც გამოიყენება ამ მრეწველობაში. კვების მრეწველობიდან, პარფუმერიიდან, კოსმეტიკიდან დაწყებული ტანსაცმელში და სხვა ინდუსტრიაში ჩვენ ვიყენებთ ამ საღებავებს. შეგეკითხოთ ქალბატონ მანას, სინთეტიკური პიგმენტებით კოსმეტიკური მას ირჩევს თუ ნატურალური პიგმენტებით? ორი აზრი ორი აზრი არის, რა თქმა უნდა, ის რაც ჰარმონიული ადამიანის ორგანიზმისთვის ის უფრო მისაღებია. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ ვეუბნებით და ვაჩვენებთ ჩვენ მცირე მეწარმეებს, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ დიდარი კლასი. დიდარი სოლიდარული კლასი, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო გორჩი ამოუდგება. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ჩვენი ტექნოლოგიით, თქვენ მიიღებთ გარდა იმისა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი, თქვენ გექნებათ დამატებითი მაღალი შემოსავლის წყაროები. ეს იგივეა, რომ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის ბანკებში არ მოგიწევთ სირბილი. ეს იგივეა, რომ თქვენ გვერდში დაუდგებით სადაზღვევო სისტემით საკუთარ დარგში. ანუ მოგეხსნებათ მილიონი პრობლემები და თქვენ შექმნით მართლა თვითმმართველობას, რასაც ქვია და იამაყებთ თქვენი პროდუქტით, გაგიჩნდებათ ბევრი დრო, რომ დაუთმოთ კულტურას, ხელოვნებას, სტუმართმოყვარეობას და სხვადასხვა დარგს. ჩემი შეკითხვა შეიძლება ვინაიდან ოზონის სწრაფად გადადის ჟანგბადში, თქვენ როგორ ტექნოლოგია შესთავაზებთ, რომ ხანგრძლივად იყოს და ეს მობილური სერვისი შეგიძლიათ თუ არა, რომ ფერმერებს გაუკეთოთ ხანგრძლივად მოქმედი ოზონის? ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვაა.
ოზონი მართლაც მალე გადადის ჟანგბადში, ამიტომ ამ პროცესს ოზონირებული წყლის გამოყენებას სპეციალური მიდგომა ჭირდება. მაგალითად ვთქვით, რომ მცირე მეწარმეებისთვის ეს არის 10-20 წუთის პერიოდი. ახლა როდესაც ტრაქტორებზე მუშაობს, ის თან მუშაობს და თან აოზონირებს, მაგრამ ინდუსტრიული წარმოებისთვის, როდესაც რამოდენიმე 1000 ტონაზეა საუბარი, რომელიც დროზე უნდა დაოზონოს და მიეწოდოს კულტურას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნანო ბაბლები, ნანო ბუშტუკების ტექნოლოგია. ეს არის მაღალ წნევით დისპერსიული ოზონის გასხურება წყალში, სპეციალური კერამიკული ფილტრებით, რომლებიც ინარჩუნებენ მის ძალიან მცირე ზომას რამოდენიმე თვის განმავლობაში. ანუ პრაქტიკულად ეს არის მარტივად რო ვთქვათ, შეჩერებული ნანო ოზონის ბუშტუკა წყალში, რომელიც იცურებს სანამ თავის დროს არ. ამიტომ ეს ტექნოლოგიები ინდუსტრიული წარმოებისთვის ძალიან საჭირო იქნება, მათი წილი საკმაოდ დიდია, ისევე როგორც სერვისების გამოყენება. მე თქვენ გესმით ალბათ, რომ ნებისმიერ ტექნოლოგია ჭირდება მაინც ამ ტექნოლოგიის მცოდნე. და თუ არა მაქვს მანქანა, მაშინ რა ვქნათ? მანქანა თუ არა გვაქვს, დრონებით შეიძლება, დრონებითაც შეიძლება, მოძრავი დრონებიდან დაწყებული, მფრინავი დრონებით დამთავრებული, იქ სადაც მოგეხსენებათ საქართველოს 80% მთიანი რეგიონი. და არის მიუდგომელი ადგილები, სადაც ხალხი ძლივს ადის, მაგრამ ვასკრიფავს. ამიტომ გაუმარტივდებათ ეს პროცედურები, დღეს უკვე ტექნოლოგია 21 საუკუნეა და არავის არ უკვე ხო დრონებით მიდის ომი, ამიტომ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ, შეგიძლიათ მორწყოთ, შეგიძლიათ აბსოლუტურად ავტომატურ სისტემაზეც დააყენოთ და თვითონ ჩაერთვებოთ, თვითონ გამოიწვიოთ. ეს არის უკვე, ასე ვთქვათ, დამატებითი ბონუსები, რომელიც ჩნდება. აქ თავარია, რომ ჩვენ რამოდენიმე პრობლემას ვწყვიტავთ. ვქმნით ალტერნატივას, ოზონი ყველა მიცის, მაგრამ ესეთი დემოკრატიული ტექნოლოგია არ არსებობს. ოზონი გახდა ყველასთვის მისაღები. ჩვენ ვქმნით დამატებით შემოსავლის წყაროებს, ჩვენ ვფრთხილდებით ჯანმრთელობას და ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც ჰარმონიაში იქნება ჩვენ ორგანიზმთან, მიკროელემენტებით სავსე, მინერალებით სავსე და ასე შემდეგ, ვიტამინებით სავსე. პრაქტიკულად ღვინო გახდება ნახევრად სამკურნალო. რა თქმა უნდა, ალკოჰოლი არ გადის სამკურნალო თვისებად, მაგრამ სამკურნალო თვისებების მქონე ღვინო ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჰალალი ალკოჰოლს ცალკე ევექნება, მაშინ ბავშვებისთვის ხო შეგვიძლია? რა თქმა უნდა. და ეს ძალიან ისევე როგორც თქვა პროდუქტები, შეიძლება იყოს ტყლაპი, ჩურჩხელა, ნებისმიერი ფუნქციური საკვები. ბატონ თენგის სულ ვეუბნები, რომ თქვენ ახალი მიმართულება გაქვთ, რომელსაც ბიოკულინარია. ნამდვილად. ბიორაციონალური კულინარია. და ამას თავაზობს სწორედ რობერტ კენედის. ამას თავაზობთ, კიდევ მოგეხსენებათ, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური გახდა ვერტიკალური ფერმები. განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, დიდ ქალაქებში, სადაც პრაქტიკულად თბილისში ცხოვრობს ნახევარზე მეტი 60% მოსახლეობის. ამიტომ სკოლებიდან დაწყებული უნივერსიტეტები დამთავრებული თუ დიდი საწარმო დაწესებულებები გადავლენ ვერტიკალური ფერმების ტექნოლოგიაზე, წყნარად ექნებათ საკუთარი საკვები, ჯანმრთელი, თვითონ მოიყვანენ. და ილონ მასკის ძმა, კიმბელ მასკი 100,000 სკოლაში შეაქვს სწორედ ვერტიკალური ფერმები, მხოლოდ იმიტომ, რომ real food, ანუ ნამდვილი საკვები მიცემ ბავშვებს. გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიები ლიცენზიით გადავცეთ, გაუზიაროთ და ან ვითანამშრომლოთ კოოპერაცია, რასაც ქვია. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ამისთვის, როგორც დახმარების თვალსაზრისით, ისე ტექნოლოგიების გაცვლა გამოცვლით, ისე საერთოდ მივიღოთ მონაწილეობა ახალ პრინციპებზე, ახალ მიდგომებზე გადასვლა და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რომ ეს შხამთი ქიმიკატები ნელ-ნელა
ჩაბანაცვლოს. ბატონ გიორგი, იქნებ თქვენ კრიტიკულად მოაზროვნეები თქვენს იმაზე ბატონი ზურაბს თხოვოთ და ბატონ გიას თხოვოთ, რომ ჩაგვენაცვლონ ჩვენ კაბატონმა თქვენ ნებართვით. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდნენ ასევე ძვირფასი სტუმრები, ბატონი ზურაბ ქუმსიშვილი, ექიმი და ბატონი გია გახუგიძე, აგრონომი. ბატონო ზურაბ, გთხოვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენი სიტყვა შეგვაცილეთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ აი ამ ტელევიზიამ ასეთ აქტუალურ საკითხზე დაიწყო ამ საკითხის გაშუქება. ეს ძალიან საჭიროა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიო მასშტაბის თემა არის ეს და მსოფლიო პრობლემა არის გადასაჭრელი. რა თქმა უნდა, მე მივესალმები ამერიკაში ბატონი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას, რადგან მან თავის გარშემო შემოიკრიბა ის გუნდი, რომლებიც მართლა რეალურად გადაჭრიან მსოფლიოში ჯანდაცვის პრობლემას, ისიც ძალიან დიდი იმედიც მაქვს და მის გვერდში, როდესაც დავინახე რობერტ კენედი, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული. ეხლა რაც შეეხება იმ ინოვაციებს, რომლებიც ინერგება და ინერგა საქართველოში და ჩვენ შეგვიძლია ეს ინოვაციები მსოფლიო დონეზე გავიტანოთ, რადგან ამის მომხმარებელი არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ ამით დაინტერესდება ნებისმიერი ნორმალური და განვითარებული ქვეყნის მთავრობა და მოსახლეობა. წარმოდგენილი ოზონ გენერატორი, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი თემა არის და ამაზე ისმამ წარმოებლებმა საკმაოდ ისაუბრა. ეს მისასალმებელია, რადგან თუ ეს ტექნოლოგია დაინერგება სოფლის მეურნეობაში, ეს იქნება სამედიცინო მიმართულებას, მე რადგან ექიმი ვარ, სამედიცინო მიმართულებაში ძალიან დიდი პროგრესი, იმიტომ რომ შემცირდება დაავადებულთა რაოდენობა. საკვები ეს ის პროდუქტია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ დაშხამურ პესტიციდებით საკვებს, რომელიც არის უმთავრესი პრობლემა იმ დაავადებების, რაც დღეს არის არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გავრცელებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ აი ამ პესტიციდებით, აი ამ შხამქიმიკატებით დაშხამვამ გამოიწვია იმ მიკროელემენტების და სასარგებლო ელემენტების შემცირება საკვებში, რომლებიც არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. და თუ ჩვენ მაგალითად 50 წლის წინ მიკროელემენტებს, გარკვეულ მიკროელემენტებს მივიღებდით 2-3 ვაშლის მითმევით, დღეს ჩვენ 2-3-5 ვაშლი უნდა მივიდოთ, რომ იგივე რაოდენობის მიკროელემენტები მივიღოთ, მაგრამ აქ პრობლემა არის მეორე. აი ამ 2-3-5-ისგან მიღებული მიკროელემენტებს მოყვება ასევე ის პესტიციდები, რითიც დაშხამული და ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ შხამქიმიკატებს, უფრო მეც, ვიდრე 50 წლის წინანდელი ვაშლი. ეს ესეთი მცირე მაგალითი. ეხლა რაც შეეხება როგორ გამოვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან და როგორ გავზარდოთ მიკროელემენტების რაოდენობა მცენარეებში. როგორც ცნობილია, მცენარე გაზრდის პერიოდში ჯერ გამოიღებს ფოთოლს და შემდეგ ხდება ნაყოფის ფორმირება და ფოთოლში დაგროვილი მიკროელემენტები გადადის ნაყოფში. ამიტომ ჩვენ პესტიციდებით დაშხამვის დროს ფოთლოვანი კვების საშუალებით შეყვავს აი ეს პესტიციდები და შხამები მცენარის ფოთოლში და შემდეგ ეს გადადის ყველაფერი ნაყოფში და როდესაც ადამიანს გონია რომ ნაყოფს გარეცხავს და გარედან მოაშორებს იმ შესხურებულ პესტიციდებს, ეს სრულად არასწორი მოსაზრება, რადგან შიგნიდან ვერ გამოურეცხავთ მას. ეს არის დიდი პრობლემა. ამიტომ ოზონის გენერატორი, აი ამ ოზონის მოხმარება სოფლის მეურნეობაში ასევე შექმნილი არის ნანომიცელარული წყალი, სადაც ზეთი და წყალი ერევა სპეციალური ტექნოლოგიით ისეთნაირად, რომელსაც არ ჭირდება შხამქიმიკატები, დანამატები, ადიუვანტები და ასე შემდეგ. აქ ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ ფოთლოვანი კვებისთვის და ასევე ფოთლოვანი დაცვისთვის, რადგან დაცული იყოს მცენარე მწერებისგან. ეს ტექნოლოგიები თუ დაინერგება სოფლის მეურნეობაში, ბატონო თენგიზმაც ისაუბრა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ იმ მიკროელემენტების რაოდენობა ფოთლებში
და ცალკე ფოთლებისგან მივიღოთ ნატურალური პიგმენტები, რაზეც მზარდი მოთხოვნილება არის და ჩვენ ვიცით რომ გამოაცხადა Nestle, Kraft და ესეთ ფირმებმა რომ გადადიან ნელ-ნელა ნატურალურ პიგმენტებზე, რადგან დღეს ჩვენ თუ შევართ სუპერმარკეტებში, ნახავთ რომ აი ეს ფერად-ფერადი განსაკუთრებით ბავშვები ეტანებიან კანფეტები, ყველაფერი არის შეღებილი სინთეტიკური პიგმენტებით, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება. ასევე მე მინდა ერთ პრობლემას შევეხო, ჩატარებულია კვლევა მსოფლიო მასშტაბით და 50 წელიწადში საგრძნობლად არის შემცირებული მამაკაცებში ტესტოსტერონის რაოდენობა, არა დასულში, არამედ ახალგაზრდებში და ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა, მოქმედებს ამრავლებაზე და ეს არის სოფლიო მასშტაბის პრობლემა. ეს ყველაფერის გამოწვეული არის აი ამ დაშხამით, აი პესტიციდებით, რომლებითაც იშხამება მთელი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და დღეს ნიადაგიც კი ძალიან დაშხამულია და იშვიათია, სადმე რომ მოვძებნოთ სუფთა და ბიო ნიადაგი, რადგან ჩვენ თავიდან რომ დავდგოთ და გავაშენოთ იგივე ვენახი, ან სხვა კულტურა, ამისთვის საჭირო არის სუფთა ნიადაგი. და სუფთა ნიადაგის ძალიან დიდი პრობლემა არის დღეს განსაკუთრებით საქართველოში და ზოგადად სოფლიო მასშტაბით და ნელ-ნელა ფერმერის აზროვნება უნდა გადაეწყოს იმაზე, რომ მან შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება, მისი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც სასარგებლო იქნება და რა თქმა უნდა, ეს გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე დღეს აქვს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ექიმი, აკადემიური განათლების ექიმი და ამიტომ თქვენგან აი ეს სიტყვა და ეს თანადგომა ვფიქრობ რომ ძალიან გაბედული ნაბიჯია თქვენგან და დიდი მადლობა ამისათვის. ბატონ გია, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, თქვენ თლათ აი ესე რომ ვთქვათ ჭიდრო კავშირში ხართ ამ მიმართულებით, აგრონომი ხართ და პირდაპირ კავშირში ხართ. მოგწოებულ შემთხვევაში დიდი პატრიარქ პოლიტიკურ შემოძლება. თოთოლი როგორც აღნიშნა გამოსულმოსტუმები. ურები წყაროა, პიგმენტებისა ყოველწლიურად იფურჩქნება ასევე ცვივა მრავალი სახეობის ფოთოლია და სწორედ ეს მრავალი სახეობის ფოთოლი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის აუცილებელი მიკროელემენტები, რაც ადამიანის განვითარებისთვის არის, აუცილებელი შევკრიბოთ და მოვაქციოთ. მე აი ესეთ სასუში მივცემთ ამას ჭიაყელას, როდესაც ბატონი თეგმოცლის პიგმენტს მივცემთ ჭიაყელას, გადაამუშავებს და მივიღებთ აპირველი კატეგორიის სასუქს. აბსოლუტურად ბუნებრივი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბუნებრივი, ეს ბუნებრივი პროცესი უბრალოდ ჩვენ ვაჩქარებთ ამ პროცესს და შემდეგ აგერ ბატონი ზურაბის მიერ ნანობუშტულებით მოხდება ამის ექსტრაქცია, რომელიც იდეალური იქნება როგორც ფოთლოვანი კვებისთვის, ასევე ყველაფერი ერთად ჰარმონიზაციაში. იმედი გვაქვს, რომ შესანიშნავია. მიაღწევს წარმატებას და ეს იმის საშუალება გვექნება, რომ ჯანმრთელად მივიღოთ და ეს არის უპირველესი. მოკლედ ეს დიახ, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ძვირფასებო. საქმე გვაქვს ჩვენს უმავალთან, ჩვენს ხვალინდელ დღესთან. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის და ეს გადაცემათა ციკლი გაგრძელდება და ჩემს მაყურებელსაც მინდა გამოშვიდობოდა უსურვო ყველაფერი საუკეთესო. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.